დილა მშვიდობისა, გურუ. მოგესალმებით სხვა ეპიზოდში. ჩემი ბიტკოინის გარიგება დაახლოებით $2000 მოგებაშია. ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინისა და ტექნოლოგიების აქციებს ხელოვნური ინტელექტის აქციების გუშინდელი დიდი გაყიდვის შემდეგ. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. მე ძირითადად ვაჭრობ Google-ს, Nvidia-ს, Apple-ს, Foxconn-ს, TSMC-ს, Amazon-სა და Tesla-ს, ხოლო მოძრავ ნაღდ ფულს, აქციებსა და ბიტკოინებს შორის, რადგან ბაზრის პირობები იცვლება. მე ვყიდულობ ამ წამყვან აქტივებს, როდესაც ყოველკვირეული ან ყოველთვიური სტოქასტიკები ზედმეტად იყიდება და ვყიდი, როდესაც ისინი ზედმეტად იყიდიან. მე ვამატებ მიღწევებს და ვრჩები ძლიერ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Nvidia, Apple, Tesla და Amazon. Apple-სა და Nvidia-ს დიდი შემოსავალი აქვთ. მე ვიყენებ საფუძვლებს აქტივების არჩევისთვის და ტექნიკური საშუალებების დროული ვაჭრობისთვის. მეთოდი მარტივია, იყიდე ზედმეტად გაყიდული პირობები, გაყიდე გადაჭარბებული პირობები და გაიმეორე. მიმზიდველია ფასისა და მოგების თანაფარდობა 15-დან 20-მდე, დაახლოებით 30-დან 40-მდე არის გაყიდვის ზონა. ეს არის სტრატეგიები და გარიგებები, რომლებსაც მე ვიზიარებ. ახლა მოდით განვიხილოთ ბიტკოინის ტექნიკური ანალიზი და ჩემი აქტიური გარიგება. პოზიცია შეიცავს დაახლოებით 2.25 ბიტკოინს და ამჟამად აჩვენებს დაახლოებით $2062 მოგებას. დავამატე დაახლოებით $63,000 და $62,000 და ფასი ახლა $65,000-ს მიაღწია. მე ადრე განვათავსე take profit დაახლოებით 65,000, მაგრამ წავშალე ის, რადგან შემიძლია ვაჭრობის გაგრძელება. გუშინ Samsung-ი დაეცა დაახლოებით 2%-ით, ბიტკოინმა მოიმატა 0.3%-ით, TSM დაეცა დაახლოებით 4%-ით, Alibaba მოიმატა დაახლოებით 2%-ით. ოქრო კი თითქმის უცვლელი დარჩა $4,300-დან $4,400-მდე. Apple-მა მოიგო დაახლოებით 1 აპრილი %, მაშინ როცა ბაზრის უმეტესი ნაწილი ბრტყელი იყო. Meta და Foxconn თითოეული დაეცა დაახლოებით 4%-ით ირანის ომის განახლებული ესკალაციის ფონზე. ნავთობი $84-დან ახლოს იყო, ბიტკოინი კი $64,700-ად ივაჭრებოდა. ბიტკოინი დარჩა არხში დაახლოებით 62,000-დან $65,500-მდე თითქმის 3 თვის განმავლობაში, ივნისის უმეტესი ნაწილი, მთელი ივლისი და აგვისტოს უმეტესი ნაწილი, მიუხედავად ერთი მოკლე ვარდნისა 58,000-მდე. მე მქონდა 65,500-ის მიახლოებითი მოგება, მაგრამ გადავწყვიტე პოზიცია გამეგრძელებინა. სანამ არხი არ გაფუჭდება, უნდა ვივარაუდო, რომ ის ძალაშია და ვიყო სიფრთხილე, ამავდროულად თავიდან ავიცილოთ გასვლა, რომელიც ძალიან ადრეა. ყოველკვირეული სტოქასტური ჩემი მთავარი მაჩვენებელია თითქმის ყველა აქტივზე. მისი გაგება აუცილებელია და მე მას ფართოდ ვასწავლი როგორც Stock Master Course, ასევე Crypto Master Course-ში. თვალყური ადევნეთ ბიტკოინის ფას გრაფიკის ზედა ნაწილში და ყოველკვირეული სტოქასტური მის ქვემოთ. ურთიერთობა გვიჩვენებს, როდესაც ფასი გადაჭარბებულია და გვთავაზობს ყიდვის შესაძლებლობას, ან ზედმეტად შეძენილი და მზად არის მოგების მისაღებად. ისტორიული მაგალითები ნათელია, იყიდე როცა ყოველკვირეული სტოქასტიკა გადაჭარბებულია და გაყიდე როცა ზედმეტად იყიდება. წინა სიგნალები აღნიშნავდნენ ყიდვას დაბალ ნიშნულთან ახლოს და გაყიდვას ბიტკოინის მაქსიმუმებთან დაახლოებით 83,000 და $126,000 ფარგლებში. სხვა მაგალითები მიუთითებდა, რომ აქციის დაწყებამდე 120,000-მდე გაყიდვა და 70,000-მდე ყიდვა. ახლა ყოველკვირეული სტოქასტიკა ზედმეტად გაიყიდება და მაღლა იწევს, ამიტომ ვყიდულობ. მიიღეთ საკუთარი გადაწყვეტილებები, ასე ვაჭრობ. CryptoGuru კვლავ აჩვენებს წითელ გაყიდვის სიგნალს და ჯერ არ გამოუმუშავებია მწვანე შესყიდვა. ცალკე Bitcoin Indicator Bot-მა გამოიწვია ყოველკვირეული შესყიდვა. ორივე ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია James Shell-ქამის საშუალებით. Bitcoin Indicator Bot-ის ყოველკვირეული შესყიდვა გამამხნევებელია. ფასი უახლოვდება 65,000-ს, სადაც სასწრაფოდ არ გავხსნი შორტს. მე შეიძლება მივიღო მოგება იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ბიტკოინი ამ წინააღმდეგობაზე.
დღიურ გრაფიკზე იმპულსი იზრდება, მაგრამ ჯერ არ არის ზედმეტად შესყიდული. წინააღმდეგობა 65,000-თან ახლოს. არსებული ვაჭრობის გარეშე მე მაინც ვეძებდი ჩანაწერს მხარდაჭერის მახლობლად, დაახლოებით $62,200. მოკლევადიანი ვაჭრობისთვის გავაგრძელებდი ქვედა საყრდენის ყიდვას და დიაპაზონის ზედა ნაწილის შემცირებას. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი გეგმა არის უფრო დიდი ბიტკოინის პოზიციის აშენება. მოკლევადიან ტრეიდერს მაინც შეეძლო 65,000 ტერიტორიის დაკლება. მე მივყვები განსხვავებულ მიზანს, ვაწარმოებ დიდი ბიტკოინის გარიგებას, ამიტომ არ დავაკლდები იმ პოზიციას, რომელსაც ვაგროვებ. ბიტკოინი მაღლა მოძრაობს, რაც გამამხნევებელია. ამით დასრულდა ბიტკოინის მიმოხილვა. მაყურებელმა ადრე მოითხოვა TREP, ამიტომ მე ახლა განვიხილავ TREP-ს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ ვაჭრობ მას. მე იშვიათად მივყვები TREP-ს, რადგან 2017 წლის ხარის ბაზრის შემდეგ საკმარის განვითარებას ვერ ვხედავდი. ამ მიზეზით არასდროს მიგრძნია მისი ყიდვის იძულება, მაგრამ მაინც შეგვიძლია გავაანალიზოთ სქემა. TREP მკვეთრად დაეცა 2025 წლის ივლისის პიკიდან $60 ახლოს. კლება დაახლოებით 72%-ია, რაც ფასს მხარდაჭერის მნიშვნელოვან რეგიონში მოაქვს. ერთი TREP მხარდაჭერა $1 ახლოს არის, მეორე 92 ცენტთან ახლოს, ხოლო ყველაზე ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა დაახლოებით 68 ცენტია. ვაჭრობის მოცულობა არ იზრდება, ამიტომ 68 ან 66 ცენტისკენ სვლა შესაძლებელია. შეიძლება იყოს 74 ცენტის მხარდაჭერა, მაგრამ მე უფრო მჭიდროდ გავამახვილებ ყურადღებას 66 ცენტიან რეგიონზე. თუ ეს მხარდაჭერა ვერ მოხერხდა, შემდეგი TREP დონე იქნება 40 ცენტთან ახლოს. ახლა მოდით გამოვიკვლიოთ Google, ჩემი უდიდესი ჰოლდინგი, რომელსაც მუდმივად ვაკვირდები. Google დაახლოებით 15%-ით დაბალია ყველა დროის მაქსიმუმზე. Google-ის საფუძვლები რჩება ძლიერი. მისი ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 17, ახლოს არის მიმზიდველი შეფასების დიაპაზონთან, რომელსაც მე ვუწოდებ ოქროს თანაფარდობას. Google-მა კვარტალური შემოსავალი დაახლოებით $112 მილიარდი გამოაცხადა. წლიური შემოსავალი არის დაახლოებით 403 მილიარდი, წმინდა შემოსავალი კი 122 მილიარდი. წლიური ზრდა არსებითია. Google არის გადაჭარბებული გაყიდვა როგორც ყოველკვირეული, ასევე ყოველდღიური მაჩვენებლებით. ძირითადი მხარდაჭერა მდგომარეობს $311 ახლოს, სადაც განვიხილავ სხვა შეძენას. ის დაახლოებით 15%-ით დაბალია ბოლოდროინდელ მაღალ 400-თან ახლოს, ხოლო შეფასება მიმზიდველი რჩება. ეს აქცევს Google-ს პოტენციურ შესყიდვას შეფასებისას. Elite Plus A Telegram ჯგუფში რამდენიმე მოდელმა დაიწყო SpaceX Longის გახსნა, ხოლო Grok 4 მაისი ხმა გახსნა BNB Long. Cloud Opus 5 ხმა გახსნა ბიტკოინი დიდხანს და Coin 3 ასევე ჩნდება Elite Traders-ის თვალთვალის სიგნალებს შორის. ეს არის ჩემი ძირითადი ბაზრის განახლებები. დატოვე ნებისმიერი შეკითხვა ქვემოთ. აღწერა მოიცავს Bybit ბონუსს, $200 WIT შეთავაზებას მსოფლიო ქექის გარეშე გაცვლისთვის, უფასო Telegram ჯგუფს დაახლოებით 9,000 ტრეიდერით და Elite ჯგუფს ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანების ვაჭრობით. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ Crypto Master Course და Stock Master Course. ერთი მოსწავლე ამბობს, რომ გაკვეთილებმა პორტფელი 50%-ით გაზარდა და მომავლის მიმართ ოპტიმიზმს გამოხატავს.
კიდევ ერთი სტუდენტი, ტურისტული მუსიკოსი, რომლის ბიზნესი განადგურდა პანდემიის დროს, ამბობს, რომ ბაზრის პროგრამა გახდა მოულოდნელი, მაგრამ მომგებიანი ახალი მიმართულება მუსიკალურ კარიერასთან ერთად. ნახევარ განაკვეთზე სწავლისა და ინვესტიციის შემდეგ, ეს სტუდენტი უახლოვდება $100,000 მოგებას. ვილოცავთ პატრიკს და ეწვიეთ მის YouTube მუსიკალურ არხს. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ჩემი ამჟამინდელი განაწილება არის დაახლოებით 30% აქციები და 70% ნაღდი ფული. მე ვაშენებ ბიტკოინის, Google-ის, Nvidia-ს, Apple-ის და Amazon-ის პოზიციებს. ხარი დაუჭირეთ მშვიდობას და დაიცავით ბუნება, ხეები, ცხოველები და ერთმანეთი. გაატარეთ საოცარი დღე, ხვალ გნახავ.